საქართველოში გრიპი მთავარ ვირუსად რჩება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის განმარტებით სეზონური ვირუსების ცირკულაციის პიკი გადავლილი არის, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი რეგიონში მაინც მაღალი რჩება. როგორც ქვეყანაში, ასევე კახეთში ცირკულირებს მეტაპნევმოვირუსი. აღსანიშნავი არის, რომ პრევენცია ისეთივე არის ამ ვირუსის, როგორც სხვა გრიპის მაგვარი ინფექციების. დაავადების ინკუბაციის პერიოდი 3-დან 6 დღემდეა. შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ კვირაში გამოჯამრთელებით სრულდება. პირველი პიკი მაინც გვაქვს ხოლმე დეკემბრის ბოლოს და როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეს პიკი თითქმის უკვე გადავლილი გვაქვს, თუმცა მეორე პიკსაც ველოდებით ხოლმე ხანდახან თებერვლის დასაწყისში, თუმცა ეს პიკი ისეთი არ არის ხოლმე როგორც პირველი პიკი. გრიპის ვირუსი H1N1 არის ცირკულაციაში და უკვე ეს კვირა გრძელდება, ეს გამოჩნდა უკვე 54 კვირიდან და ყოველკვირეულად ეს გრიპის ვირუსები ჯერჯერობით ფიქსირდება. რინოვირუსები ფაქტიურად თითქმის ყველა კვირაში რინოვირუსები ცირკულირებს. კორონავირუსები, როგორც ეს კორონავირუსები არის სხვა კორონავირუსები და არა COVID-19, თუმცა COVID-19 შემთხვევებიც რა თქმა უნდა ყოველკვირეულად გვაქვს, თუმცა ეს ბევრი არ არის. ასევე გვაქვს ადენოვირუსები, ბოკავირუსები და პარაგრიპის ვირუსებიც, თითქმის ყოველ კვირა, იმ მხოლოდ 59 კვირაში არ ქონდა, დანარჩენი ყოველკვირეულად გვაქვს და თქვენ რაც აღმოსვენთ პნევმოვირუსები, ესეც რომელიც ყოველკვირეულად აღინიშნება ხოლმე ეს ვირუსები. აი ეს ყველა არის ვირუსები, როგორც დამახასიათებელი ნებისმიერი, არის კიდე სხვა ვირუსები, რომლებიც შედარებით ნაკლებად არის ცირკულაციაში ამჟამად, მაგრამ აი ეს ყველა ეს ვირუსები თითქმის თანაბრად არის ცირკულაციაში. წელს B გრიპი ნაკლებად გვაქვს, უფრო A გრიპი გვაქვს და H1N1 არის ძირითადად ცირკულაციაში. დანარჩენი ვირუსები, როგორც გითხარით, ერთი და იგივე სიმპტომატიკით გამოირჩევა. სიმპტომა მკურნალობა არის როგორც სიმპტომური, ძირითადად სიმპტომური მკურნალობა და რა თქმა უნდა, გართულებებიც გვაქვს. ზუსტად გართულებებისთვის აღსაიცხად ჩვენ გვაქვს, როგორც გითხარით, ინდიკატორი ჰოსპიტალიზაციის დროს არის მაჩვენებელი, ანუ რამდენი ადამიანი მოთავსდა ჰოსპიტალში გართულებით აი ამ გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებების და რომ გითხრათ, ჩვენთან ეს მაჩვენებელი ნამდვილად არ არის მაღალი და ჩვეულებრივად სეზონური ტენდენციის ფარგლებში ჯდება.